საქართველოს ელექტროენერგიის მიმართულებით გახდება თვითმკვლარი ქვეყანა. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებისა და ეკონომიკური სტაბილურობისათვის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ განიმტკიცოს ეკონომიკური სუვერენიტეტი და ზოგადად სახელმწიფო სუვერენიტეტი. ეს განცხადება გუშინ ენერგეტიკოსის დღისადმი მიწვეულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკის სექტორი სწრაფად ვითარდება, თუმცა მთავრობას აქვს ამბიციური მიზნები შემდეგი წლებისთვის. რა გზავნილები გაჟღერდა ღონისძიების ფარგლებში და როგორია კერძო სექტორის მოლოდინები? ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გვერდება პირდაპირ ეთერში. მე მას მივესალმები. მოგესალმები ლევან, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მიხარია რომ ახალ სეზონს თქვენი სტუმრობით ვიწყებთ. ლევან, დავიწყოთ გუშინდელი დღის შეჯამებით. გუშინ გაიმართა ენერგეტიკოსის დღისადმი მიწვეული ღონისძიება, სადაც მთავრობის მეთაურმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იქ-ყოფ საზოგადოებას მიმართეს. ძირითადად რა გზავნილები გაჟღერდა სახელმწიფოს მხრიდან? როგორც დარგში დასაქმებული ადამიანებისათვის, ასევე დარგით დაინტერესებული ინვესტორებისთვის. მადლობა, ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი კითხვაა, არ ვიცი, სხვამ როგორ აღიქვა ის გზავნილები, რომელიც გუშინ იყო, მაგრამ მე პირადად ორი ძირითადი გზავნილი გამოვიტანე, ასე ვთქვათ, იმ მიმართვებიდან, რომელიც ბატონმა პრემიერმა და ქალბატონმა მინისტრმა გააკეთეს და ორი ძირითადი ეხება, ერთი ეხება ხარდაჭერას ინვესტორის და იმის კარგად გააზრებას, რომ ხელი შეშლა ინვესტორისთვის და ენერგეტიკისთვის წინასწარ რაღაცა ტიპის პრობლემების გამოწვევა და ამ შემდეგ არის გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტი არა ენერგეტიკის სექტორისთვის, არამედ ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის და ქართული სახელმწიფოებრობისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ბევრი ინვესტორის, რომელიც შეიძლება დღეს გაჩერებულია და ელოდება პროექტების განახლებას და ელოდება სახელმწიფოს მხარდაჭერას და მეორე ეს ეხება იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში ქსელთან დაკავშირებით გქონდა, რომ თუ კი პრემიერი ამბობს, რომ 300 მილიონი დაიზოგა ენერგეტიკულ კომპანიებში და ეს ენერგეტიკული კომპანიებია მთავარი ეს არის სახელმწიფო ელექტროსისტემა და მეორე მხრივ ნავთობის და გაზის კორპორაცია და მის შვილობილი კომპანიები, რომელიც უზრუნველყოფენ ბუნებრივი აირის და ბუნებრივი გაზის ატარებას, ორივეგან სერიოზული პრობლემა ინფრასტრუქტურა იყო. ანუ ჩდება რესურსი, რომ არსებული ტარიფის პირობებში, ისე რომ ტარიფი არ შეიცვალოს, დამატებით ინვესტიცია განხორციელდეს და ქსელები გაძლიერდეს და მე თუ დღეს თუ თქვენ კითხავთ ნებისმიერ ინვესტორს რა ძირითადი ორი გამოწვევა, ორივე ალბათ გეტყვის ყველა გეტყვის ამ ორს. ერთი ის, რომ ქსელებთან დაკავშირებით და დენის გამოტანასთან დაკავშირებით ხეობებიდან სადაც სადგურები უნდა აშენდეს გარკვეულწილად გამოწვევა და პრობლემაა და მეორე ეს ეხება შეიძლება ადგილობრივ მოსახლეობასთან გარკვეულ გაუგებრობას, რომელიც სხვათა შორის გვერდიდან არის ინსპირებული და ხელოვნურად არის წაქეზებული იმისათვის, რომ და ხელოვნურად არის გამუქებული ის ნეგატიური ეფექტები, რომელიც შეიძლება ამ სადგურებს მოყვეს, სწორედ იმისათვის, რომ ეს სადგურები არ აშენდეს ადგილზე. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორი გზავნილი, რომელიც მე დავინახე გუშინდელი ჩვენი შეხვედრის შემდეგ. ლევან, პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა. კერძოდ მან აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის ქვეყანამ ენერგეტიკული გამომუშავების კუთხით უნდა მიაღწიოს 8000 მეგავატიან მაჩვენებელს, ხოლო 2030 წლისთვის 10000 მეგავატიან მაჩვენებელს და ამ კონტექსტში მან ისაუბრა ყველაზე მსხვილ ჰიდროსადგურებზე, რომელიც უნდა აშენდეს ხუდონი, ნესკრა, ნამახვანი. თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით? ამ შემთხვევაში მარტო როგორც ბიზნეს ასოციაციის დირექტორს არ გეკითხებით იმ ადამიანს, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ დარგში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტები, განსაკუთრებულად აი რა ღირებულებები აქვს გარდა იმისა, რომ ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით ცალსახად ჭირდება. კი ბატონო, ანუ ჩვენ ძალიან კარგად ნახეთ, როგორ მიდის, რა ტემპებით მიდის ეკონომიკა და რამდენად ეს ზრდის ენერგომოხმარებას და იმასაც კარგად ხედავთ, რომ ტექნოლოგიური ცვლილებები, მაგალითად შიგაწავი ძრავიდან გადასვლა ელექტრომანქანებზე, რომელიც ხოდაშორის ძალიან ბევრ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიზიდდა, ჩვენთან ეხლა იწყება ეს პროცესი და ამის პირდაპირი შედეგი ჯერ არ გვინახავს 2-3 წელიწადში ეს უფრო საგრძნობი იქნება დატვირთვა ანუ ელექტროსისტემაზე. ანუ ტექნოლოგიური ცვლილება, ეკონომიკის ზრდა
აჩენს დამატებით სერიოზულ მნიშვნელოვან მოთხოვნას ენერგო წარმოებაზე და შესაბამისად თუ კი არ მოხდება დროული პასუხი ამ გამოწვევაზე და მე ვფიქრობ, რომ ის მაჩვენებლები, რომელიც პრემიერმა თქვა, ის სამიზნე მაჩვენებლები არის, სწორედ ის მაჩვენებლები ჩვენ გვჭირდება ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. სხვანაირად ალბათ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვექმნათ, პრობლემებს რას გულისხმობ, იმპორტი გაგვეზარდოს და საბოლოო ჯამში თუმცა ეს იმპორტიც არის შეზღუდული, იმიტომ რომ ქსელები იცით რომ შეზღუდულია და იმაზე მეც ვერ გადმოვიტანთ მეზობელი ქვეყნებიდან, ვიდრე ამ ქსელებს შეუძლია. ამიტომ თუ კი მთავრობა აცხადებს კონკრეტულ მაჩვენებლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე უნდა კარგად დავინახოთ ამ მაჩვენებლებს 8000 მეგავატი, ხო? რა პროპორცია უნდა იყოს ტექნოლოგიებში და ალბათ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ არის ესეც ცალსახად, ეს ტექნოლოგია უკეთესია, ეს უარესია და ამავდროულად ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, თავისი ფუნქცია სისტემის სტაბილურობის შესაქმნელად. ეს არის მაღალკაშხლიანი ხესები, რომლებიც მარეგულირებელი ხესია და ხესებია და რომელსაც უნდა უზრუნველყოთ სისტემის სტაბილურობა. ეს არის განახლებადი წყაროები, უფრო მეტად განახლებადი, რასაც ქვია ქარი მზე, რომელიც ყოველწუთიერი ცვალებადობა ახასიათებს და ეს კაშხლიანი ხესები სწორედ გვჭირდება, რომ დავაბალანსოთ მათი სისტემაში ინტეგრირება. ეს არის დღის რეჟიმში, დღის ჭრილში უფრო მეტად სტაბილური მოდინებაზე ხესები. რა თქმა უნდა, საბაზისო გენერაცია თბოსადგურების სახით ჩვენ გვაქვს, თუმცა აქაც ნაწილი განახლება საჭიროებს და ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ დროულად მოხდეს ჩანაცვლება და ეს გამოწვევები, რომელიც შეიძლება მომავალში მოხმარების დასთან ერთად გქონდეს, ამ გამოწვევებს ახალმა ტექნოლოგიებმა, უფრო ეფექტიანმა ტექნოლოგიებმა, ბუნებრივი აიზე მომუშავე კომოდირებული ციკლის სადგურებმა უპასუხოს. ერთი კითხვა მაქვს ზოგადად ამ ჰესებთან მიმართებაში, ხშირად სხვადასხვა ადამიანებისგან მომისმენია სხვადასხვა მოსაზრება, თუ ვინ უნდა აშენოს, უნდა იყოს ეს სახელმწიფო თუ კერძო ინვესტორი. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს თუნდაც ეს სტრატეგიული მნიშვნელობის. მე მგონია, რომ აი და ბოლო გამოცდილება ამხვალ ხესთან დაკავშირებითაც გვაჩვენა, რომ პროექტი ჩემის აზრით უფრო სტაბილური იქნება, თუ კი ამ პროექტში გვეყოლება სახელმწიფო, როგორც მხარე, რომელსაც თავის ნაწილი პასუხისმგებლობა იქნება აღებული, მათ შორის სააქციო კაპიტალშიც და მათ შორის ყველა სხვა ტექნიკური თუ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ამავდროულად ასევე გვეყოლება ძალიან ესეთი ძლიერი და საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია, რომელსაც ერთის მხრივ სააქციო კაპიტალთან ერთად იქნება ტექნოლოგიური შესაძლებლობა და უნარი, რომ ამ პროექტში როგორც მშენებლობის ეტაპზე მიიღოს მონაწილეობა, ასევე მერე უკვე მართვის ნაწილში აიღოს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ესეთი ტიპის კოლაბორაცია ქმნის ძალიან დიდ შესაძლებლობას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის და თუ კი ჩვენ აი ესეთი მსხვილი მოთამაშე, ძალიან მსხვილი მოთამაშე, მაღალი რეპუტაციის მქონე მოთამაშე შემოვიყვანეთ ამ პროექტებში სახელმწიფოსთან ერთად, ეს უკვე გაშლის ძალიან დიდ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ ინვესტორები, საერთაშორისო ინვესტორები დაინტერესდნენ ენერგეტიკის სფეროთი, იმიტომ რომ საერთოდ ინვესტორებს ახასიათებთ ეს რაღაცა არ მინდა ცუდი ტერმინი ვიხმარო, ჯოგური ძალიან ცუდი ტერმინი, უფრო რაღაცა ისეთი ჯგუფური სულ არ არის დაინახავენ, რომ მაღალ რეპუტაციული კომპანია შედის რაღაცა სექტორში, ძალიან ბევრი იღებს ასევე გადაწყვეტილება შემოსვლაზე. მსგავსი სხვილი ინვესტორები არიან კომპანიები, მსგავსი კომპანიები, სხვილი, რომელთაც ინტერესი აქვს და მე მგონი პირიქით, როგორც ჩვენ ვცდილობთ უძრავი ქონების მიმართულებით დემარს ხელი შეუწყოთ, რომ შემოვიდეს და ყველანაირად მუშაობთ, რომ დავარწმუნოთ, რომ 6 მილიარდი ჩაიდოს. აბა ენერგეტიკის ნაწილში ნახეთ ეს სამი პროექტი, ძირითადი ორი მაინც, რომელიც დღეს გვაქვს ნამახვანი ხუდონი, ნესკრასში ჯერობით არის ინვესტორი და იქ არ ვიცი რა იქნება, ალბათ მათთან ურთიერთობა უნდა გაირკვეს, მაგრამ ეს ორი და პლუს კაბელი, თუ კი ჩვენ ამ მიმართულებით ინვესტორები შემოვიყვანთ, ესეც დაახლოებით 5-6 მილიარდი ეს არ არის ნაკლები, ვიდრე ემა არის მიერ ინვესტირებული. ამიტომ აგაც მე ვფიქრობ, რაღაცა ცოტა განსხვავებული პირობები უნდა შეუქმნათ იმისათვის, რომ ესეთ ტიპის მაღალ რეპუტაციული კომპანია შემოვიყვანოთ და მოვიზიდოთ და დავაინტერესოთ ჩვენი პროექტებით. ლევან, კიდევ ერთ შეხვედრაზე მინდა კითხოთ, რამდენიმე კვირის წინ გაიმართა შეხვედრა კერძო სექტორის მონაწილეებსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შორის. ძირითადად რა გზავნილები მიიღეთ თქვენ კერძო სექტორმა მინისტრისგან, განახლებული სამოქმედო გეგმა, სტრატეგია, რაზე იყო საუბარი?
ყველაზე მთავარი მოდი ასე ვთქვათ, რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ შეხვედრიდან, ეს იყო ის სისტემური მიდგომა, რომელსაც სამინისტრო ახალი მენეჯმენტის პირობებში ცდილობს დაამკვიდროს ინვესტორებთან ურთიერთობის დროს. რას გულისხმობ რაღაც სისტემურ მიდგომას? იმიტომ რომ ჩვენ აქამდე რომ შეხედოთ სხვა სადგურებს აქვთ განსხვავებული პირობები, განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული დამოკიდებულებები, ზოგან ტარიფები განსხვავებული, ზოგან რაღაცა სხვა ტიპის მიდგომებია განსხვავებული, აღარ დავკონკრეტდებით და აი რასაც სამინისტრო გვთავაზობთ, რაც სწორია, ეს არის ერთიანი რაღაცნაირად მიდგომის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ინვესტორმა არიაროს სამინისტროში ინდივიდუალურად კონკრეტულ პროექტზე რაღაცა ტიპის პირობების მოსალაპარაკებლად. არამედ სისტემური მიდგომა ნიშნავს, რომ ინვესტორს წინასწარ ეწოდინება რა გარემო ხდება მას იმისაც, რომ კონკრეტული ინვესტიცია განახორციელოს და უფრო გაუადვილებს ეს უნიფიცირება და დამოკიდებულების გამარტივება და თანასწორობა, ასე ვთქვათ, ინვესტორების მიმართ ახალი ინვესტორების გაჩენას ამ ბაზარზე. ეს იყო ალბათ ყველაზე სწორი გზავნილი და ეს არ იყო ერთადერთი გზავნილი ცხადია, თუმცა მე რაც პირადად მომეწონა და რასაც აღნიშნავ, ეს არის რომ ამ მიდგომებზე დღეს სამინისტრო მუშაობს, ისევე როგორც მე წეგან აღნიშნე, რომ 1000 მეგავატი რა ტიპის პროპორცია უნდა იყოს სხვადასხვა ტექნოლოგიებს შორის, ხო? აი მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დღეს უკვე იწყებს ფიქრს იმ ტიპის სტრატეგიაზე, რომ კარგად დაინახოს ამ ჭრილში, რომელი ტექნოლოგია როგორ იქნება წარმოდგენილი და ათვისებული, რატო? იმიტომ რომ დღეს საფინანსო ინსტიტუტებისთვის ცოტა დამაბნეველია, რომ შესულია 10-12000 მეგავატის განაცხადი ერთ კონკრეტულ ტექნოლოგიაზე, მაგალითად მზეზე და შეიძლება საბოლოოდ მივიღოთ, რომ არც ერთი პროექტი აღარ დააფინანსოს საფინანსო ინსტიტუტმა, იმიტომ რომ მას არაა განცდა, რომ სახელმწიფო სჭირდება თუ არა. თუ ეს ყველაფერი იქნება გაწერილი, კარგად დანახული, გააზრებული და დასაბუთებული სახელმწიფოს მხრიდან, რომელი ტექნოლოგია რა პროპორციითაა საჭირო აი ამ საერთო გენერაციის ეგრეთ წოდებულ პორტფელში, მაშინ მე ვფიქრობ, რომ აქაც ბევრი პრობლემა მოგვარდება და ამის სურვილი და ამაზე მუშაობის კონკრეტული გზა ჩვენ დავინახეთ, რომ მუშაობა კონკრეტულად მიმდინარეობს. დიახ, მე კიდევ ბევრი კითხვა მაქვს, თუმცა შეზღუდული დროიდან გამომდინარე, ბოლო კითხვას დაგისვავს და გავაერთიანებ. ამ შეხვედრას დაუბრუნდები ძირითადად აი კერძო სექტორმა რა პრობლემები დააყენა, რაც არის დარგში დაგროვებული, რა პრობლემებს გაუსვა ხაზი და თუ იყო ამ შეხვედრაზე მსჯელობა, როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემები გადაიჭრას? შესაძლებელია ერთ შეხვედრაზე ეს ყველა პრობლემა რა თქმა უნდა გადაჭრის გზები ვერ დავინახოთ, მაგრამ აი რა გამოიკვეთა ამ მიმართულებით? პრობლემები ბევრი იყო დასახებული. თითოეულ პროექტს თავის პრობლემაა. რომელიღაც პროექტს აქვს პრობლემა, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა, უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა არა, უბრალოდ მიუღებლობა გარკვეული მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხრიდან კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში. ნაწილი წუხდა და მათთვის გამოწვევა ეგრეთ წოდებული უწყებებს შორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნებართვა საჭირო, ძალიან ბევრი და ეს ნებართვები გაბნეულია როგორც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ასე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, იმიტომ რომ იქ უკავშირდება ქონებრივი საკითხს, უკავშირდება გარემოს დაცვის ნებართვებს და ამ შემდეგ და ძალიან კარგად იქნა აღნიშნული, რომ რაც შეეხება მუნიციპალიტეტების და ადგილობრივი ხელისუფლების თემებს, აქ შეიქმნა უკვე რეგიონალური სამინისტრო, რეგიონებთან დაკავშირებით სამინისტრო, სადაც მოხდება ამის თავმოყრა და სხვა შორის ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ძალიან აქტიურად მუშაობთ. ბატონ კახაგულიდანს ასევე მინდა ვახსენო და მადლობა გადავხადოთ, რომ ძალიან კონკრეტული და ნაყოფიერია ჩვენი მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით, რომ ერთად გავხადოთ ინვესტორებისთვის კომუნიკაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მარტივი და რაც თორედ განჭვრეტადი და დროში დაჩქარებული. ეს არის რაც დღეს ინვესტორებს შეიძლება ამ მიმართულებით ჭირდებოდეს. პირველი რაც მე ვახსენე მოსახლეობასთან ურთიერთობის ნაწილში, აქ ჩვენ გავიხსენეთ, კითხვაც ამას გულისხმობდა, რაზე იმსჯელეთ, გავიხსენეთ კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით გრედას განახლება და ენერგიების ასოციაციის ფორმატში 2017 წლიდან არსებობს ეს იდეა. მე ეს მოითელა, მე კოვიდმა ცოტა გადაგვწია უწყებებთან, ფინანსთა მინისტროსთან იყო შეხვედრები, სხვა უწყებებთან და რაღაცა უკვე საბოლოო დოკუმენტი გვაქვს, რომელიც გულისხმობს იმ გადასახადებისთან, რომელსაც უკვე შემდგომ გადაიხდის ქონების, მაგალითად ქონების გადასახადის სახით კონკრეტული ელექტროსადგური,
გარკვეული პროცენტი ფიქსირებულად მიდიოდეს კონკრეტული მოსახლეობის, რომლის არეალში, ზემოქმედების არეალში არის ეს მოსახლეობა განთავსებული, მათი კონკრეტული საჭიროებებზე და მათ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე. ამ ხრივ თუ ჩვენ ამ პროექტს დავძრავთ, მე დარწმუნებული ვარ, შეიძლება პირიქით ადგილობრივი მოსახლეობის განწყობები შეიცვალოს და მათი დამოკიდებულებებიც აბსოლუტურად განსხვავებული იყოს. რატომ? იმიტომ დღეს მიაჩნიათ, რომ ვიღაცა ინვესტორი მოვიდა, იყენებს ამ სიკეთეს, ჩემს გვერდზე რო ხევია, წყალი ჩამოედინებ და ამავდროულად და მე რა და აბსოლუტურად სწორი კითხვა. აი მე მას რა? ხო, არაფერი. თუ ზოგადად ბიუჯეტში ფული შედის, ზოგადად დენი აქვს კი, მაგრამ მათთვის ეს ზოგადი სარგებელი არ არის რა. როდესაც მას ეტყვი რომ კი, როცა თემში ფული რჩება, როცა გზას გაუკეთებ, სკოლას გაურემონტებ ამ ფულით, საბავშვო ბაღს გაუკეთებ და ამ შემდეგ, ხო, ძალიან ხელშესახები შედეგი იქნება იმისთვის, რომ მას თვითონ გაუჩნდეს ინტერესი ასეთ ტიპის მშენებლობების დაწყების კონკრეტულ რეგიონებში და კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. ძალიან დიდი მადლობა ლევან საინტერესო საუბრისთვის. იმეც ვიტყობ, რომ არაერთხელ იქნებით ჩვენი რუბრიკის სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ლევან ვებხვაძე.